პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა იზრდება. როგორც პროფესიული სტუდენტები თავად ყვებიან, ზოგმა ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ საკუთარი თავი იმ პროფესიაში ვეღარ იპოვა. ამიტომ სფეროს შეცვლა და პროფესიული განათლების მიღება გადაწყვიტა. ზოგსაც კონკრეტული სპეციალობის მიმართ ჰქონდა ინტერესი. წელს ჩავაბარე, ავირჩიე ფარმაციის კურსი. ძალიან მოთხოვნადი და საჭირო პროფესია და მინდა რომ შევდგე კარგ ფარმაცევტად. დასაქმების თვალსაზრისით ნამდვილად მოთხოვნადი პროფესია, კადრების ყოველთვის საჭირო მოთხოვნა ხდება და ვფიქრობ, რომ დამთავრების შემდეგ ძალიან მალე დავსაქმდები. დაახლოებით 5 თვე ვსწავლობ და ფარმაციას. რო არ ყოფილიყავიან სახლში, შვილები მყავს და რაღაც პროფესია მინდა შემესწავლა და ახლობელმა მირჩია. აქ მეორე წელია ვსწავლობ, დამამთავრებელ კურსზე ვარ, ბაგაბაღის აღმზრდელის კურსს შევისწავლე. პრაქტიკებსაც გავდივარ და დავსაქმდი კიდეც. ძალიან მომწონს. ეს არის ჩემი მეორე პროფესია. განათლებით ვარ, ბაკალავრი მაქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და რა ვიცი, შემდეგ როცა ვარჩევდი უკვე რა მომწონდა რა იყო ჩემთან ახლოს, ასე ვთქვათ, ავარჩიე ეს. კოლეჯებში პროფესიული სტუდენტები განსხვავებულ პროფესიას ეუფლებიან. ეს შეიძლება იყოს ფარმაცია, საფინანსო სერვისები, აღმზრდელი მზარეული თუ სხვა. სწავლება როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსზეა აგებული. პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ კი პროფესიული სტუდენტები ხშირად საქმდებიან კიდეც. კოლეჯებიც უწყობთ ხელს, იმიტომ რომ პრაქტიკებს გადიან შესაბამის სტრუქტურებში, იქ უკვე რომ დაინახავენ მათ შესაძლებლობებს, ბევრს იტოვებენ. აგრეთვე არის შემოთავაზება ძალიან ბევრი სხვადასხვა აფთიაკებიდან. და ამ მხრივ აღარ არის პრობლემა, იმიტომ რომ ადამიანური რესურსი ქვეყანაში ძალიან შემცირდა, ახალგაზრდების მოთხოვნა ძალიან გაიზარდა და შესაბამისად დამსაქმებელიც ფიქრობს უკვე რომ მოიზიდოს ეს ახალგაზრდები და მოზიდვა ხდება ხელფასების გაზრდითაც კი და უფრო მეტი ის არის მოთხოვნა და მეტი ინტერესი გაუჩნდა ახალგაზრდებს. ექთნებით ძალიან საჭირო სპეციალობა, სამწლიანი გახდა სწავლის ხანგრძლივობა, ძალიან ევროპული მას დაუახლოვდა, ძალიან დიდი ნაწილი პრაქტიკული კომპონენტით შედგება. ფაქტიურად ნახევარი წელიწად ნახევარი სუპრაქტიკებზე არიან სტუდენტები, ჩვენთან არც მოდიან. ჩვენ მარტო იქ ვაკონტროლებთ, რამდენად დადიან და როგორ. სულ არიან წელიწად ნახევარი პრაქტიკულ მეცადინებაზე ჩართული და უკვე არიან სრულფასოვანი ექთნები გამოდიან რო დაამთავრებენ. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა შრომის ბაზარზე მოთხოვნა სხვა დარგებშია, სტუდენტების ინტერესი კი სხვა. ჩვენს მიერ ჩატარებული არაერთი კვლევა გვეუბნება, რომ ძირითადად დამსაქმებელს და ბიზნესს ესაჭიროება სპეციალისტები საინჟინრო საბუნებისმეტყველო დარგებში, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში. რადგანაც ეს სწორედ ის დარგებია, სადაც საქართველოს ეკონომიკა ვითარდება. თუმცა ხშირად დაინტერესება სტუდენტებისგან, მშობლებისგან, ანუ აბიტურიენტებისგან არის სხვა მიმართულებებში და ეს არის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იმისა, რომ თქვათ რეგისტრირებულების რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე ჩარიცხული სტუდენტების და ასევე ის რომ შემდეგ დასაქმების ჭრილშიც პრობლემები გვაქვს. საქსტატის მონაცემების მიხედვით 2024 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში წინა წელთან შედარებით 10,3% მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით კი თბილისი ლიდერობს. PMCG-ის კვლევის მიხედვით 2017-2022 წლებში პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების ჯამური მაჩვენებელი 60%-დან 91%-მდე გაიზარდა. თუმცა მამაკაცებისა და ქალების დასაქმების მაჩვენებლებს შორის კვლავ 10%-იანი სხვაობა რჩება. რეფორმები, რომლებიც გატარდა ქვეყანაში და ცნობიერების ამაღლების კამპანიები, მათ შორის მაგალითად პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, რომელსაც ჩვენი ფონდი 2017 წლიდან მოყოლებით დღემდე ახორციელებს, ყველაფერი ეს განაპირობებს იმას, რომ დღეს საზოგადოება უკეთ ხვდება თუ რა სარგებელია მოაქვს პროფესიულ განათლებას, უფრო პრაგმატულად უყურებს განათლებას დღეს აბიტურიენტი და ოჯახი, რადგანაც მნიშვნელოვანია დასაქმება, მნიშვნელოვანია მათთვის უკვე ისეთი პროფესიის დაუფლება, სადაც მოთხოვნა შრომის ბაზარზე არის. თულობა და ქალების, თქვათ, მონაწილეობა პროფესიულ განათლებაში გაზრდილია, თუმცა დასაქმების მაჩვენებელში უკვე გვაქვს ნაკლებად წარმოდგენილი ქალები.
ამას ძალიან ბევრი მიზეზი გააჩნია. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ საინჟინრო საბუნებისმეტყველო დარგებში ქალები ჯერ კიდევ ნაკლებად არიან წარმოდგენილი. თუმცა პროფესიული განათლება ესაა სწრაფი დასაქმების ერთ-ერთი გზა, რადგან პროფესიის დაუფლება შესაძლებელია უფრო მოკლე დროში შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროგრამებში. ანა ალელიშვილი, ევრონიუს, ჯორჯია.